მოგესალმებით საღამოშვიდობის. მეც რა თქმა უნდა დავიწყო იმით, რომ ჩვენი ისტორიული ტრაექტორია არის შეცვლილი სამწუხაროდ. საქართველო არათუ იყო ცენტრი, საქართველოში გამოცხადდა სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკები და მათი დამფუძნებლები არიან დაკრძალული თბილისში. ჩვენ აი ეს ქალაქი ვართ, ეს ქვეყანა ვართ, ეს სახელმწიფო ვართ, რომელიც ოდითგანვე იყო სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური პულსი და გეოპოლიტიკური პულსი და ცენტრი მართლა ბირთვი და აქედან გადიოდა დინამიკა სხვაგან, ხო, ძალიან ბევრი მიმართულებით, ხო, პოლიტიკური თვალსაზრისით და დღეს ეს ასე აღარ არის. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ერევანი არის ახალი პოლიტიკური ცენტრი, ერევანთან ხდება ახალი სტრატეგიული შეთანხმებების გაფორმება, ერევანი არის ის, სადაც ჩადიან, ერევანთან საუბრობს ევროკავშირი, ერევანთან საუბრობს ვენსი და ერევანში იყო ჯეიდი ვენსი და ერევანი არის ის მხარე, რომელიც იღებს ახალ კონტრაქტებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ამერიკული კაპიტალის გამოყენებით და საუბრობს ახალ შეკავშირებადობის, დაკავშირებულობის პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო თბილისი. ამ საუბარში თბილისში ხდება ეს საუბარ თუ ერევანში, ამის მიუხედავად დაკავშირებადობა, ეს რაღაც გეოპოლიტიკაში ახალი და ძალიან ასე ვთქვათ აქტიურად გამოყენებადი სიტყვა, აქ საქართველოს როლი ვინ შეიძლება ამოიღოს ამ დაკავშირებადობიდან. საქართველოს როლი ადგილი გეოგრაფიას ვერ ცვლის ვერცი, შეიძლება გეოპოლიტიკა შეცვალოს, მაგრამ გეოგრაფიას ვერ შეცვლის. ხო, საქართველოს ამოღება ამ განტოლებიდან შეუძლია ქართულ ოცნებას და ამას აკეთებს ქართული ოცნება ბოლო 6 წლის განმავლობაში მინიმუმ. პირველი ანაკლიის ღვაწლოვანი პროტესტანტის ჩაძირვით. შვედერეფანში აქვს საქართველოს თავისი ადგილი? არა აქვს თუ არ გამოიყენებს. იმიტომ რომ გეოგრაფია ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით არ არის საკმარისი. გეოგრაფია შეიძლება იყოს მხოლოდ გზა, ფიზიკური გაგებით გზა. აი გზას რო დატვირთავ სწორი ტიპის პოლიტიკური და ეკონომიკური შინაარსით, აი აქ შემოდის გეოპოლიტიკა. თორე გვექნება ახლა როგორ არა გვექნება სურამის და ხაშურის ტერიტორიაზე გამავალი გზა, როგორ არა ის გზა არსად არ წავა, მაგრამ იმ გზაზე და ჩვენ ტრასაზე თუ არაფერი არ გაივლის, თუ ჩვენ რკინიგზა არ იქნება დატვირთული, თუ არ გვექნება ღრმაწყვოვანი პორტის პროექტი, ეს იქნება უბრალოდ გზა, ფიზიკური გაგებით, ისინი აქტიურად ლაპარაკობენ ბოლო პერიოდში ანაკლიის თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ დროის გაყვანა, რაღაც სიტყვის მასალა აბსოლუტურად, იმიტომ ხო, მაგრამ ნახეთ რა შესაძლოა გეოგრაფია არ გვიშველის. აი ეს მინდა ძალიან მარტივი ყველასათვის გასაგები სიტყვებით ვთქვა. გეოგრაფია არის ძალიან კარგი რამ, პოლიტიკაში შეიძლება გეოგრაფია გამოიყენო ძალიან კრიტიკული, ძალიან ფუნდამენტური, ძალიან დადებითი კუთხით შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, მაგრამ მხოლოდ გეოგრაფია არ იქნება და ვერ იქნება საკმარისი. გეოგრაფია უნდა გამოიყენოს სწორად პოლიტიკურად და ჩვენ, უბრალოდ ეს რეჟიმი ამას არ აკეთებს. პირიქით, ყველა ის შესაძლებლობა, რაც მათ ჰქონდათ, რომ გეოგრაფია ექციათ შანსად, შესაძლებლობად, ხო, მეტ ფულად, ბიუჯეტში შესულ მეტ თანხად, ესე იგი მეტ ხელფასად, მეტ სამუშაო ადგილად, მეტ კეთილდღეობად და მეტ მშვიდობად, იმიტომ რომ ეს გეოგრაფია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ როგორც შუა დერეფნის სახელმწიფო გავხდეთ მშვიდობის კორიდორიც მათ შორის, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს მომხდარიყო, ჩვენ პირიქით ამ გეოგრაფიას და მის ფუნქციას უთხარით უარი. როდესაც წავედით ირანისკენ, წავედით ჩინეთში, რომ დაგვედო რაღაცა გაურკვეველი ტიპის მემორანდუმი, სადაც წერია, რომ ჩინეთის კომუნისტური სტრატეგიული ურთიერთობების და ზოგადად ურთიერთობების გაუმჯობესებას ახლა თავად ევროკავშირიც და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ევროკავშირი ამას კი ცდილობს და აკეთებს. ამას მეც შევეცდებოდი, მაგრამ გააჩნია როგორც ცდილობ. ნახეთ, ამას მე რო დღეს ყოფილიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, მეც შევეცდებოდი, რა თქმა უნდა, რომ ჩინეთთან ისე როგორც ყველა სხვა მხარესთან, ვინც არ არის ჩემი ტერიტორიის ოკუპანტი და ჩემი ღია მტერი და აგრესორი გამეუმჯობესებები. აღარ არის ისეთი როგორც იყოს. არა, ნახეთ, მე არ მჯერა, არის მულტივექტორული პოლიტიკა, ხო, ანუ მრავალღერძოვანი, მრავალშიანი და არის ასევე ისეთი ტიპის პოლიტიკა, რომელიც ღირებულებებს ართმობს მარტივად რა ვთქვათ, ხო? ჩვენ თუ დავთმეთ ჩვენი საბაზისო ღირებულებები, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო და ქართული საგარეო პოლიტიკა ისტორიულად, ჩვენი ფასი არის 0. ჩვენ არ უნდა ეს არის ქვეყნის შიგნით დემოკრატია და თავისუფლება და ჩვენ ვიყავით იყო დრო არაერთხელ ჩვენს ისტორიაში, როდესაც რესპუბლიკური სახელმწიფოს ფორმით ჩვენ ვიყავით თავშესაფარი სხვებისთვის და წლების განმავლობაში დროთა მსვლელობისას ჩვენ ვიქეცით ქვეყანას, საიდანაც ხალხს ვაძლევთ ავტოკრატიებს პირდაპირ, ხო? ჩვენ აღარ გვიყურებენ სანდო პარტნიორად, არც ამ რეგიონში და არც სოფლის მასშტაბით და მარტო ისო მე მაქვს გზა, რომელიც გადის შუაში,
კონდეს, ხო? აი როგორც დიდმა ბატონმა ბიძიამ თქვა, იჯდე და იყავია, ხო? აი ესე დაგვრჩება ეს გზა, ხო? ქოცურად რომ თარგმნოთ. კონდეს ეს გზა. ეს გზა უნდა გამოვიყენოთ. თქვენთვის სიგნალი, რომ ეს გზა შეიძლება აი ამ საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში შეიძლება ფაქტობრივი მოცემულობა რა თუ ანაკლი არ გვექნება, ეს იმიტომ კი არა რომ მე ლელოს წარმოვადგენ თქვათ და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გუნდს, ხო? ჩვენთვის და ეს ხშირად გვითხოვს და ახაც გავიმეორებ, ეს არ არის რაღაცა კერძო ბიზნესად არ უყურებენ ეს ადამიანები პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს პარტია ის ცალკე ეგეც, მაგრამ იმ ცალკეში ხედავთ იმისა, რომ თქვენი პარტიულ თემად იქცა ეს. რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ცალკეშიც შემიძლია თქვა მე ვიცი მათი ფილოსოფია და მე ვფიქრობ უნდა გავაცო საზოგადოებას, ხო? რა შევეხშირათ მათი ფილოსოფია, ისინი არ უყურებენ ანაკლიას, როგორც რაღაც როგორ ვთქვათ, მათ პროექტს, მათ ბიზნესს უხეშათო ვთქვათ, ისინი ამას უყურებენ, როგორც ქართველმა უნდა უყუროს, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტი და ჩვენ ეს მოვითხოვეთ სწორედ ცოტახის წინ, რომ ანაკლია უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტად, უნდა აშენდეს ამერიკული და ევროპული გულით შეაშენება, ხომ ასეა? ხო, მაგრამ კონსტიტუციის გარანტირებული არის ევროკავშირისგან სვლაც, მაგრამ შევხედავთ, რომ ყოველი კვირა კოცური არსებობისა, როგორც დე ფაქტო რეჟიმისა, არის ანტიევროპული. ამიტომ კონსტიტუცია ვერ იქნება მხოლოდ კონსტიტუციური ამბავი ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი დამწყობი. ამიტომ უნდა გამოვცვალოთ ეს რეჟიმი, რომ შევძლოთ, რომ მშვიდობიანი გზით განმოვითავოთ ეს ქვეყანა, ავაშენოთ ანაკლიაც, ვცვლით და შევცვლით, როგორ ვცვლით? შევცვლით. გრიგოლ, დღეს გამართული შეხვედრები, მათ შორის მაგალითად თავად უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან კობახიძესთან კომუნიკაციის სურვილი, იმიტომ რომ ითქვა, რომ ეს მისი ინიციატივით მოხდა. რას მიაწერთ ამას? იმიტომ რომ სხვა დროს ყოფილა მსგავსი ტიპის ღონისძიებები, სამიტები, არანაირი ინტერესი ზელენსკის, თქვათ, ხელი ჩამოერთვა ვთქვათ, ან ღარიბაშვილისთვის, ან კობახიძისთვის არ ქონიათ არც პირიქით, სხვათა შორის ბევრი ამბობს, რომ კობახიძე დასდევდა. კობახიძე იდგა ნამდვილად, ეს შეიძლება სულ არ არის კარგი, ის არ არის ტიპი, რომელიც ვთქვათ, ვიღაცას გაეკიდება, პირიქით რაღაცნაირად ამ მხრივ არა მოქნილიც ჩანს, არა მოქნილი. ხო და აი ეს მცდელობა რა შეიძლება დაუკავშირდეს, იმიტომ რომ თუ მით უმეტეს თუ ზელენსკიმ გამოთქვა ამის სურვილი და ინიციატივა მისგან. ხო, მე არ ვიცი გულწრფელად გეტყვით, ვინ გამოთქვა ის სურვილი. ასე ითქვა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვა ქონოდა. რა თქმა უნდა, ხო, არაერთხელ გადაყრიან ერთმანეთს, ხო, სხვა ფორმატში. თითქმის მისალმებაც არ ყოფილა, ვერ ვიხსენებ. ხო, მე ვფიქრობ, ერთი მხრივ, ხო, ორი რამე გვაქვს ძალიან მარტივად. ერთი არის უკრაინული მხარის ფილოსოფია, რაც საერთოდ აქვთ. ეს არის ყველა ტიპის სახელმწიფოს მიმხრობა უკრაინული მიზნისადმი, უკრაინული მიზნისადმი. ეს ხომ ერთი წლის წინაც იყო. ეს ეხება ინდოეთსაც, ეხება ღარიბაშვილს, ეს ეხება უბრალოდ განმარტოთ, ეს ეხება ინდოეთსაც, აზერბაიჯანსაც, ყველა სახელმწიფოს, ხო, იმიტომ რომ უკრაინას ცხადია, აქვს ძალიან პრაგმატული მიდგომა და სურს რომ რაც შევა მეტი განსხვავებული მხარე იყოს მის მხარეს. ეს ბატონო, ის ორბანს სულ ელაპარაკებოდა, რომელსაც ჰქონდა, ვთქვათ, საერთოდ დიპლომატია ეს არის, ხო? მეც ამიტომ ვამბობდი ცოტა შენ როცა ხარ დიპლომატი და როცა ქვეყნის დიპლომატია გაბარია, რა თქმა უნდა იყო პრაგმატული, მაგრამ პრაგმატიზმი, აი ჩინეთის მაგალითად ვამბობდი, ხო, პრაგმატიზმი არ ნიშნავს, რომ ან კაპიტულაციას მიიღო ხელი და დანებდე და ქოცური საგარეო პოლიტიკა არის დანებება. თორე ჩინეთთანაც უნდა კონდეს კავშირი და ყველა მხარესთან უნდა გააფართო და გააღრმავო კავშირი. ეგ არის დიპლომატიის აზრი, მისია და ფუნქცია, რომ რაც შევა მეტ მხარესთან კონდეს რაც შეიძლება კარგი და მეტი კავშირი, ვაჭრობა, ურთიერთობა, მიმოსვლა ეს არის მთელი მისია განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, ხო? მაგრამ რაც შეეხება ქოცურ მხარეს, მე ვფიქრობ, ჩვენ ყველაზე საინტერესო არის არა ის თუ ზელენსკიმ რა გააკეთა და რა არა, ჩვენთვის უფრო საინტერესო არის კობახიძემ რა გააკეთა და მე აქ ვხედავ გარკვეული ტიპის რევიზიას. ჩვენ ვხედავთ კურსის ცვლილებას, მე ვფიქრობ. ჩვენ ვხედავთ ამ რეჟიმის მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებს და უკვე არა ერთს ვხედავთ ცდილობებს მაინც იმისა, რომ გარკვეული ტიპის ხისტი ტაქტიკები ჩანაცვლდეს არა ხისტი ტაქტიკებით. მაგალითად, ახლა როცა გვეუბნით 3 წელი გვიკიცებენ. ისინი რაღაცნაირად ეხლა ცდილობენ რაღაც ამ ევროპულ ტალღაზე დასხდნენ, ანუ შეცვალონ თავისი რიტორიკაც და არქია თუ ასე იზამთრებენ. ჩვენ გააშერაფასა და რა დაეკმოვალ, მაგრამ ნახეთ ჩვენ რაც ვიცით. ჩვენ ვიცით, მე მოსმენილი მაგ პირდაპირ პირველ წყაროებისგან, ევროპელებისგან, რომ ეს რეჟიმი ითხოვს ურთიერთობების სტაბილიზაციას ევროპულ კავშირთან. ეს მე ვიცი როგორც ფაქტი. ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ხო? და გველაპარაკეთ ჩამოგვართვით ხელი, ეს არის ჩამოგვართვით ხელი, კი.
და გადავდგათ ნაბიჯები გარკვეული ტიპის სტაბილიზაციისკენ. ამას ისინი ითხოვენ. საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდებს საკუთარ თავს, ბოჭორიშვილი, აი ის ხალი ითხოვს ამას. ეს მე ვიცი ზუსტად. იმ ხალხისგან ვისაც თხოვს. ეს ვიცით. ასევე ვნახეთ ცოტნე ივანიშვილის შეცვლილი რიტორიკა. ხა ცოტნე ივანიშვილი არ ლაპარაკობს ივანიშვილის მამის გარეშე. ეს მე ვფიქრობ ყველა მეცის. ეს ვისი ნიშანია? ნახეთ ასევე და ყველა ვიცით რომ დინაძე წამოსწიეს წინ. კობახიძეზე არის ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ რეალურად შეიძლება ჩანაცვლდეს გარკვეული ტიპის სხვა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა საფუძველი გვაქვს ანაკლიაზე ვხედავთ გარკვეული ტიპის მცდელობებს ძვრისა, თვითონ ჩაძირეს, თვითონ ჩააგდეს, მამუკაზა ბადრის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე შეუთითხნეს და ეხლა მიხვდნენ, რომ მოვიდა ტრანზაქციონალისტი ლიდერი ამერიკაში და თურმე სხვა არაფერი არ ქონიათ, ხო, კოზირის სახით, უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე არის ანაკლია. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ამ ყველაფრის ჯამური დასკვნა ამ მომენტისთვისაც ჩანს პოლიტიკაში პროგნოზი უმადური საქმე არ ვიცით ხოლმე რა იქნება მაგრამ ჯამური ტენდენცია რაც იკვეთება აი ამ ბოლო დაახლოებით 1 თვის განმავლობაში თქვენ ახევრის არის ის რომ რეჟიმი ცდილობს საკუთარი ტაქტიკის გადახედვას და გარკვეული ტიპის რევიზიას მე ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები ყველა ამ სიტყვას შეგნებულად იმიტომ რომ მესმის რა ხალხს ეს მაქვს საუბარი და არანაირი ილუზია არ მაქვს რომ ესენი რუსები არ არის დაარბილოს და გახდეს ხო პრაგმატული გახადოს საკუთარი ტყავის გადასარჩენად ხაზო გავუსვა ეხლა რა შეხება იმას თქვენ ბრძანეთ რომ კი მაგრამ ეს ხო კარგიაო არ ვიცი ჩემთვის კარგი არის პოლიტპარტიების გათავისუფლება ახალი არჩევნების მიღწევა და ამ ქვეყნის გამოყვანა აი ამ კრიზისიდან რომელიც ყველა ქართველს აზარალებს დღეს არა მარტო პოლიტიკური კუთხით არამედ ეკონომიკური კუთხით იმიტომ აი ეს კრიზისი რაც ქვეყანაში გვაქვს 2024 წლის არჩევის შემდგომ პერიოდში რეალურად არის დამაზარებელი მთელი სისტემისთვის ხო მისი ეკონომიკური გამოხატულებითაც და პოლიტიკური გამოხატულებითაც ამიტომაც ჩემთვის საზომი იმისა გადადგა თუ არა რეჟიმთან კონკრეტული უფრო კონსტრუქციული ნაბიჯები იქნება პოლიტპარტიების გათავისუფლება აი მამნებლური კანონების და ურთიერთგანადგურების პოლიტიკის შეწყვეტა და რა თქმა უნდა შემდგომში უკვე დიალოგი ახალ არჩევნთან დაკავშირებით. კი ბატონო